ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ისევ ბედნიერ სახში ვარ, უბრალოდ დღეს ჩვენი საყვარელი სტუდიიდან ერთი სართულით ქვევით სააქტო დარბაზში გადმოვინაცვლით. დღეს ალბათ როგორც ყველა თქვენთაგანი შევაჯამებთ ფონდის ცხოვრებას, არა მარტო წლევადნეს, არამედ დაწყების დღიდან ვიდრე დღემდე და ალბათ შევაჯამებთ და დავსახავთ მომავალ გეგმებს. დღეს გვექნება არასტანდარტული გადაცემა, მოდი ასე ვთქვათ. დღეს ჩვენი სტუმარი, ჩვენი არა მეც სტუმარი ვარ დღეს, დედათინათინის სტუმარი იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც ძალიან ბევრი შრომა და ძალიან ბევრი ენერგია გაიღო იმისთვის, რომ დღეს აქ ცხოვრების ხარისხი ბევრი ბავშვის და ოჯახის იყოს ბევრად უფრო დამაკმაყოფილებელი, ვიდრე არის. მოდი, თავად წარადგინე თქვენი სტუმრები, თუმცა არც ერთი არ არის სტუმარი. ხო, არც ერთი არ არის სტუმარი. სიგამოდის მოგესალმებით. მიხარია დღეს ესეთი გადაცემა რომ გამოგვივა, გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით მრავალ ჯანმრთელად და ბედნიერად და ჩვენი სტუმრები არიან პრინციპში ის ადამიანები და დღეს ესეთი გადაცემა გვექნება, რომლებთან ერთად პირველი ნაბიჯები გადავდგით და რაც დღეს უკვე ფონდი რასაც წარმოადგენს, აი ამ ადამიანების მეშვეობით და დახმარებით დავიწყეთ ეს ყველაფერი. ესეთი პირველი სტუმარის წარმოადგენ არის ჩემი და ქალბატონი სვეტლანა, არც მეტი და არც ნაკლები. ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება გვერდში მიდგას და ძალიან ძლიერი და მყარი ზურგი არის ჩემთვის და ფინანსური კუთხითაც რო შევხედოთ, არა მხოლოდ მამა ანდრიას ზრუნავდა მაშინ, როდესაც მამა ანდრია მკურნალობდა, არამედ მთელს განყოფილებაზე და სხვა ბავშვებზე და მეორე სტუმარი არის ქალბატონი მარინე, არც მეტი და არც ნაკლები მამა ანდრიას მასწავლებელი და დღეს უკვე ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფონდის ამ ადამიანებთან ერთად დავიწყეთ საერთოდ ფიქრი, რომ ფონდი ყოფილიყო, ხო ესე როგორც ფონდი ჩამოყალიბებული და პირველ წესდებაზეც ქალბატონი მარინე მუშაობდა და იმ ბავშვებს მამა ანდრიასთან ერთად ცხოვრებას უმარტივებდა და უხალისებდა ჩემი და არა მარტო ჩემი და უბრალოდ ეხა მთელს ოჯახს აქ ვერ დავსვამდი და რადგან უფროსი არის ჩემი და ქალბატონი სვეტლანა, ამიტომ ოჯახის სახელით ერგო პატივი მას გადაცემაში მოწვევის. შეიძლება ვკითხოთ, წარმოიდგენდით, რომ ამდენი წლის შემდეგ აი ამ ხელა მასშტაბს მიიღებდა თქვენი, არ ვიცი, კეთილი სურვილი, მოდი ასე ვთქვათ, რომ სხვას შეუმსუბუქოთ ცხოვრება. წარმოიდგენდით ამას, სალამი. იცით, წარმოვიდგენდი, ახლა ამ ხელა მასშტაბი რო იქნებოდა, ალბათ ამაზე ალბათ ვერც არა, ალბათ ვერა. მაგრამ მაქსიმუმს რო გააკეთებდა ჩემი და ეს ზუსტად ვიცოდი, იმიტომ რომ მამა ანდრიამ დაწერა ანდერძი დატოვა და ვიცოდი, რომ ყველაფერს გააკეთებდა ჩემი დადასიც და ჩვენი ოჯახი, რომ ეს მაქსიმალურად გაგვეკეთებია შესაძლებლობები, რაც იქნებოდა, მაგრამ ამდენს თუ შევძლებდით, მაგრამ შევძელით რა, ისევ და ისევ კეთილი ხალხის დახმარებით და ისევ და ისევ. კი, მაგრამ ვიდრე ხალხი გაიგებს, რომ გასაჭირია, აქ არის ფუნდამენტი, რაც ხართ თქვენ. ანუ თქვენ თავზე გადაიარა ყველაფერმა, რაც კი დღეს აქ ხდება. რაღაც წელწად, ორ წელმა, ალბათ 3 წლამდე, ალბათ კი, გადაიარა ნამდვილად ჩვენ კისერზე. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყველანაირად, რაც შემეძლო თუ არ შემეძლო, გავაკეთებია და მოვიყვანეთ აქობამდე, იმიტომ რომ ბავშვებს იქაც ონკოლოგიურში ჯერ კიდევ ეს ფონდი არც იყო დაარსებული, მაშინ როგორც ასეთი დაარსებული იყო ეს იდეა და დაარსდა, მაგრამ მაშინ ონკოლოგიურში დავდიოდით, იქ ბავშვებს ვეხმარებოდით, იქ ანუ თქვენ ზუსტად ისე იყავით ჩართული როგორც დედა, ხო? კი, რა თქმა უნდა, ვიყავით მე, ჩემი მეუღლე დღეს აღარ ამყავს, უკვე გარდაცვლილია ის და მთელი ჩვენი ოჯახის წევრები ყველანი ჩართულები ვიყავით, მაგრამ როგორც თვითონ თინათინმა თქვა, ახლა ყველა ხო ვერ მოვიდოდით, მაგრამ ძირითადად მაინც ეს თინათინის კისერზე გადადიოდა. მარინა მასწავლებელი სულ ჩვენ გვერდში იყო. თამარა ჩემი დედა გარდაცვლილი, ის ხო სულ ჩართული იყო ყველაფერში თავიდან ბოლომდე და ერთი სიტყვით
ყველანაირად ვცდილობდით, რომ გვეცხოვრა ისე და გავუკეთებია ისე, როგორც მამა ანდრიამ დაიბარა. ზოგადად. ფაქტის სახეზეა მართლა რომ კი, და აი მისი დანამბარები აი როგორც ასეთი ჩემადამ მართლა აი მე არ ვიცი. მე ჩემი თავი მეგონა ძლიერი ვითომ, მაგრამ მე არაფერი არ ყოფილა ძლიერი, ყოფილა ჩემი და ყველაფრის მიუხედავად რომ აი ამდენი შეძლო. და არა მარტო შეძლო, ახლაც მზად არის რომ 7, 10, 20, 1000 ამდენი გააკეთა. და ერთი ყავს და ის იმის დაკარგვის შემდეგ რომ ჩემადამ ამდენი შეძლო, არ ვიცი. ვიცი რა, იმ ერთმა 700-ზე მეტი აპოვნია. კი. და ეს სახლი არის იმის გაგრძელება. მე აქ არ მოვდივარ შენობაში, არ მოვდივარ სახლში. მე აქ ისევ ანდრიასთან მოვდივარ. და ეს შეგრძნება აქვს ნებისმიერ ადამიანს სულიერს, ვინც აღებს აქაურ კარს და მართლა რამდენი ხანია ინტენსიურად მიწევს აქ ყოფნა და არ სრულდება ახტაცება ამ ადამიანით. მართლა არ სრულდება, იმიტომ რომ ხშირად ვატყობ, რომ უცებ გაითიშება სადღაც წუთიერად დიდ სევდაში ან დიდ კივილში სადღაც გადადის, მერე ბრუნდება. აი როგორ ახერხებთ, რომ აი ამ ყველაფრის ლოჯისტიკას, მარტივად რო თქვა, სევდის, ტკივილის, ფულის მოძიების, ბავშვის ხასიათზე მოყვანის, მშობლის ფეხზე დაყენების, აი საიდან მოდის და მერე მარინასთან გადავალ. იმიტომ რომ მე მართლა ვერ ვფარა, რომ არ გამოვთქვა ეს ჩემი ახტაცება შენს მიმართ, მართლა. არ ვიცი, ალბათ რაღაცნაირად შინაგანადაც ალბათ ეს ჩემში დევს, ამას ვერ ისწავლი, მე ესე ვფიქრობ. მაგრამ ესე ხშირი გადასვლები ისე უცებ ხდება სწრაფად და ზოგჯერ ცოტა მეცინება, რომ ფიქრობ, რომ ან არ გავგიჟდე საერთოდ და რომ ფიქრობ, შეიძლება ან გავგიჟდე ორი გამოსავალი მაქვს მეთქი, ან მე ვფიქრობ, რა ვიცი, ალცგეიმერი ხوار დამემართება მეთქი, ამაზეც კი ვფიქრობ, იმიტომ რომ აი ისეთი რაღაცები, ხო, ნუ არც ის არ იქნება ტრაგედია თუ რაღაცა დამავიწყდება იქ ჩემი დიდი ტკივილი და ის არაუშავს, ნუ არავის არ შევეცოდო თუ ეგ ბედი იქნება მომავალში, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი წინაშე ვარ პასუხისმგებელი. თან ეხლა სულ ცევდიანი და ცხრემლიანი დედათინათინი არავის არ მოუნდება რა, ის შეიძლება შეეცოდები, თუმცა სამწუხაროდ ჩვენის საზოგადოება არის დღეს სამწუხაროდ და მით უმეტეს სოციალურ ქსელში, როდესაც არის რაღაც კადრები ან ჩემი ისტორიები ან როცა ვყვები და ვტირი ვარ, იმას ბევრად მეტი გამოხმაურება აქვს, ვიდრე ეხლა როდესაც ჩემი შვილობილი მორჩება და აი ესეთი ბედნიერი კადრები. რა პარადოქსულია, არა, ეს ბევრად უფრო უნდა გვიხაროდეს და ტირაჟირება მეტად უნდა იყოს. თუმცა რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, ვინც ესე გულშემატკივრობს და გვერდში მიდგას და ჩემ ტკივილს იზიარებს, თუმცა ძალიან ვცდილობ, რომ ესეთი არ დამინახონ რა. ძალიან ვცდილობ, რომ უფრო მილედი ვიყო, ვიდრე დედა თინათინი, იმიტომ რომ მილედი წამში ახერხებს აი ამ რაღაცებს. ეგრევე გაიღიმება, გაიცინებს, შეიძლება შინაგანად ძალიან დიდი წუხილი და ტკივილი მქონდეს, მაგრამ არ მინდა რომ იმ ადამიანს გადავდო. ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გორია რომ მაღალი კულტურის მაჩვენებელი ადამიანის და საოცარი დაკავთ არ დავიღლები მე ამის თქმით მართლა. კი. ნუ აი გეთანხმებ. დაზე ვიტყოდი იმას, რომ მაშინ, როდესაც მამა ანდრია მკურნალობდა, ონკოლოგიური იყო მაშინ ლისის ტბაზე, ის ძალიან დიდი დამთრგუნველი გარემო და ცივი შენობა. ძალიან. აი იქ არ ვიცი, შეგრძნების დონეზეც სხვანაირი იყო და საერთოდ იქ რომ შევდიოდი და ავდიოდი, ძალიან მიჭირდა ხოლმე მე მამა ანდრიას მერე, როდესაც ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ მამა ანდრიას ანდერძის შეგვესრულებია და აღვესრულებია ზუსტად ისე, როგორც მან ითხოვა. უბრალოდ ჩვენ სიმართლე გითხრათ, ცოტა გადავაჭარბეთ კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების წესი გახდა ეს. და ეს უბრალოდ ფონდი არ არის, ეს არის უდიდესი ოჯახი, სადაც ყველა ოჯახის წევრი თავის საქმეს აკეთებს და არა მარტო ერთ საქმეს, ზოგიერთი ვიცინით ხოლმე, ყველაფერს აკეთებს. აი ესე არა, ჩვენ კი რაღაც ვიტყვით, რომ ამ პოზიციაზე არის ეს ადამიანი, მაგრამ იმის იქით იმდენ რამეს აკეთებს, რომ ვერ აკეთებს. ეს ჩანს ნამდვილად ყოველთვის. მაშინ
კიდევ საერთოდ არაფერი არ იყო. Აი ეს ბავშვები და მშობლები აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მთელი იმ განყოფილების მოწესრიგებაზე იყო გადართული ეს ჩემი ოჯახი და ყველაზე მეტად ჩემი და ჩემი სიძე. შემდეგ ზაფხულობით რო პირველი მოგზაურობა რო გავაკეთეთ ბათუმში მაშინ აი ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ და იცით აი ყოველ დღე როდესაც ისინი მიირთმევდნენ რესტორანში ხო აი მაგათთვის იყო ეს უდიდესი რაღაცა ძალიან ამაღლებული შეგრძნება და აი რო იყვნენ სტუმრები და ამას ისე ლამაზად აკეთებდა ჩემი სიძე ბატონი ნიკოლოზი ღმერთმა აცხონოს არაჩვეულებრივი ადამიანი აი ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ რომ დიდთან დიდი იყო პატარასა პატარა ძალიან ისეთი იმერელი კაცი იყო და ეგ უმარმასპინძლობა არ ეშლებოდა აი მართლა არა და ძალიან ბედნიერი და ლამაზი ბევრი ესეთი ემოცია გამახსენდება ხოლმე მათთან ერთად არა მარტო თითეული ბავშვის გახარებაზე ზრუნავდნენ არამედ აი ეს ერთიანად წაგვიყვანდნენ და აბსოლუტურად თვითონ ამ ყველაფერს აკეთებდნენ შემდეგ კიდევ შემოვი ერთ-ერთი არ შემიძლია რო არ თქვა ხა ბათუმი რადგან გამახსენდა თამუნა თამთა ბერდია და ზვიადი თავიდან ბერდია ზვიადი და თამთა იყვნენ და შემდეგ კიდე ზვიადი შემოგვემა და ისინიც ძალიან ულამაზებდნენ ბათუმის არდადეგებს ბავშვებს მაგრამ ძალიან მთავარი იყო სიმართლე რომ გითხრათ პირველი დღეები და აი საიდან დავიწყეთ და ამიტომ მინდოდა რომ ჩვენ რაღაც წლის შეჯამების საახალწლო გადაცემა ცოტა ალბათ სევდიანიც არის იმიტომ რომ ისევ მამა ანდრია უნდა გავიხსენოთ და ჩემი დისთვის ახლა ეს ძალიან ისეთი არის მტკივნეული და რა თქმა უნდა ეს აი ამ სიხარულთან ერთად უდიდესი სევდა ამ ყველაფერს თუმცა ცხოვრებაც ასე არის კი ამის გარეშე ერთი სულიერი ადამიანი არ ასრულებს ცხოვრებას რომ სადღაც დიდ სევდასთან გადაკვეთა არ კონდეს თუმცა ღმერთმა დაუფაროს ყველას დიდი ტკივილისგან ვის როგორ შეგვიძლია მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ახლა ფონდს მარინას ძალიან რთულ საქმეს აკეთებს ამ ფონდისთვის, იმიტომ რომ ფინანსები ეს არის ძალიან მთავარი რამ, რაზეც დგას ზოგადად ეს შენობა, ბავშვების კვება, წამლები, მკურნალობა, რო დარეკავს ხოლმე უცებ დედათინათინი და ფეხზე რო დგას თელი, ამ ყველაფერს სჭირდება სწორი და კარგი მართვა გამჭვირვალე და ამას აკეთებს მარინა, ხო? მე ცოტა სუსტი მმართველი ვარ. ვერა ვარ ძალიან ძლიერი მმართველი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რედაქტორი ვიყავი და ძალიან შორს ვიყავი ადმინისტრაციულ საქმეებთან. ჩემი საქმე იყო წიგნი და სწავლება. ხო და აი აქ რაღაც ხო, აქ იმდენი რამე შემოგესწავლება ადამიანს, რომ გაგიკვირდებათ. რთული იყო თავიდან ამ ყველაფრის დაწყება. ჩემთვის ძალიან რთული არ იყო, იმიტომ რომ მე თვითონ გადატანილი მაქვს კიბო და მე ვიცოდი ანდრიას როგორ ტყიოდა და რას ფიქრობდა, როდის რას ფიქრობდა, შემეძლო ამის პრაქტიკულად იცოდით თქვენ თავზე. გადატანილი მქონდა. ხო. და ამიტომ აი რო გითხრათ, რომ დიდად გამიჭირდა, არ გამიჭირდა, დიდად გამიჭირდა, ეგოისტი ვარ, განშორება მასთან. აი იმის მიუხედავად, რომ ვიცი, რომ ოდესღაც აუცილებლად ვნახავ, მინდოდა რომ ჩვენთან ყოფილიყო. თუმცა ის რომ ჩვენთან ყოფილიყო დღეს შეიძლება აი ამ ხელა არ გაგვეკეთებია და თინათინი ისევ იმ თავის ერთ შვილზე იქნებოდა მიჯაჭვული, დღესაც მიჯაჭვულია, მაგრამ აი ამდენს ვერ გააკეთებდა ასე მგონი. თინათინისთვის იმდენი დეისმის ხო, აი იცი რა, აი იმ ერთმა სუდათ არ გამიგოთ და აი იმ ერთმა ბევრისთვის თავი გაწირა. ჩემთვის ასე იყო. თქვენ წაზეძლით? აი გზა ხიდი გახდა. ხიდი გახდა, ხო. მასზე გადაიარა ამ ყველაფერს. ну მისგან დამოუკიდებლად ეხა გაწირა შეიძლება მარინას ძალიან უყვარს მამა ანდრია და უფრო მეტ ხარისხში აყავს გაწირვა ესე ну ესეთი იყო ღვთისნება და თვითონაც მეუნება და მან ზუსტად იცოდა რომ ღვთისნება ესეთი იყო რომ ის გავიდოდა ამ ქვეყნიდან მაგრამ ჩვენი ტრაგედია ერთი ოჯახის შეიძლება მეც ცუდი რამე გამომივიდეს მაგრამ დედა თინათინისთვის ამად ღირდა
იმილედის ძალიან გულიტკივა, იმიტომ რომ ყოფილიყო მასაცი არა, ისიც ყოფილიყო ამ დედამიწაზე რა ისე დაამძიმებდა, ხო, თან ძალიან გამხდარი სიფრიფანა ისეთი იყო, ხო, ძალიან. რა ვიცი. და იმის უფლებას არ გვაძლევდა. უფლისთვის რო გეთხოვა, მისი ჯანმრთელობა არა. თხოვეთო როგორც მასულდა ისე არ ჯერ ამბობდა რომ გამიყვანოს, თხოვე რომ წამიყვანოს უფალმა. ამას ვერ თხოვთ მეთქი და მე თხოვდით როგორც თვითონ ამბობდა უფალს როგორც ნებავს ისე იყოს მამა ანდრიაო და ესე უკვე ვლოცულობდი რაც უმჯობესია მამა ანდრიასთვის ესე ვთხოვდი უკვე უფალს იმიტომ რომ ძალიან უმძიმდა რა თქმა უნდა ბოლო პერიოდი მით უმეტეს მაგრამ რა ვიცი ეხლა გამახსენდა უცებ იმ შენობაში ახალი წელი როგორი ახალი წელი იყოს ძალიან სევდიანი აი ხა უცებ ეს ასოციაცია წამომივიდა რა თქმა უნდა ჩემები ყველა იქ იყვნენ და ახალ წელს მამა ანდრიასთან ერთად ხვდებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ თვითონ განყოფილება უფრო იცლებოდა. თუ ვინმე შეეძლო ცოტა მოძრაობა, ყველა მიდიოდა სახლში. მამა ანდრია ვერ. და ერთი ესეთი ახალი წელი იყო, რომ მხოლოდ მამა ანდრია იყო განყოფილებაში, მეტი არა, მინდა ჩვენ. და ისე მახსოვს და ტელევიზორში რომ უყურებდა იეშულის კლინიკაში, მაშინ რიგები იდგა, რომ მისულიყვნენ მისალოცად. ერთმანეთს ელოდებოდნენ და ზემოთ ონკოლოგიურში არავინ არ ამოვიდა და ამანაც იქონია იმხელა ზეგავლენა მასე მისთვის კი არა, აი სხვა ბავშვებისთვისაც და ამიტომ ამბობთ ჩვენ თამთა იყო ჩვენი სტუმარი ერთ-ერთი გადაცემის და აი თამთაც ხო ყვებ ამაზე რომ ესე თქვაო რომ ამ ხალხს რო შეხვდებიო და უთხარიო რომ სხვა ბავშვებიც არიანო აი ამანაც იქონია ზეგავლენა მასზე რომ მიხვდა რომ ამ ბავშვებს ძალიან აკლდათ ყურადღება თუმცა მას არა ესეთი გამახსენდა რომ რაღაც სათამაშო თქვა რომ რა კარგიაო ნეტა როგორიაო ჩემი და იმ წამსვე წავიდა უყიდა და მოუტანა და რო დაინახა გახედა და უთხრა დეიდა იქნება და არ ვკვდები. ვაიმე. ხო და ჩემდამ გახედა და დეიდა ამას რატომ მეუბნებიო? რატომ მითხარი დეიდა ეგ რა შუაშიაო? ბოდიში მაპატია. არა. ეგ რა შუაშიაო და რამდენი გადაიხატე ხა ამაშიო და ჩემდამ არ უთხრა თქმა უნდა თანხა რამდენი გადაიხადა და შეგიძლია რომ დააბრუნო? მამა ანდრია ეკითხება და კიო მე ესე უთხარიო რომ თუ ის არ არის რაც მას უნდა მოგიტანთ უცეფო და დავაბრუნებო და იმათაც გაიგეს მე მგონი თბილისში თუ რამე ესეთი ის არსებობდა სადაც რამე სათამაშო იყიდებოდა ძალიან ისეთ სერიოზული ან რაღაცა ყველა ეცნობდა მამა ანდრიას იმიტომ რომ სულა ესე რაღაცები ხდებოდა და კიო რა თქმა უნდა დავიბრუნებთ და ბუდიში მოუხადა ძალიან დიდი მადლობა ვეხა ეს წაიღეო ამას რომ დააბრუნე მის თანხა მომიტანე მეო ხო და თანხა რატომ უნდა მოგიტანოს მეთქი და ის მე ხო მიყიდე ჩათვალე რომ მე მიყიდე და მომიტანე ის ფული ეუბნება მოუტანა ის მთელი თანხა და მე იმას არიგებდა ხან ბავშვებს ხო ხან ბავშვებს აძლევდა მე აძლევდა დავალებას დედაჩემს რომ აი ტაძრებში რო დადიოდნენ მოსალოცად გარეთ უპოვრები რომ არიან და შემოწყალებას რო ითხოვდნენ ყველას თანაბარი ის ლარები მარტო არა 10 ლარიანებად დაახურდავე ან 20 ლარიანებად გაჩნია რამდენი ქონდა მაშინ ბიუჯეტი იმის მიხედვით აძლევდა და ესე დაურიგეთ ყველას ესეთი რაღაცას აკეთებდა და ყველა სურვილი მისთვის რა თქმა უნდა მაგრამ ის სათამაშოც მე მაინც მოუტანე ხო და მე თქო ყველა ბავშვები მე იმას თამაშობდნენ იქ ყველა მაინც მე ეს რო დღეს იმ დღეს რო გააკეთა ეს და თვითონ რო გული დაიკმაყოფილა ხო შეხედე მაგრამ ხო ვიცოდი რომ ხო თქვა უნდა და მეორე დღეს წავედი და მოვიტანე მაინც ის მე მოვიტანე მე არც ჩამიბარებია ეს მოვიტანე და გაუხარდა თვითონაც და გამომხედა და ბავშვები მე სულ მაგას თამაშობდნენ ყველა იქ ყველა თამაშობდა აი ის Xbox-ები რო იყო ახალი შემოსული ეს ის პერიოდია მაშინ ძალიან ძალიან მიხაროდა მე რატო მორჩილებაში ერქვა ნიკოლოზი და წმინდა ნიკოლოზი იყო პირველი თოვლის ბაბუა კი ხო და თავისთავად ხო და ნიკოლოზი ერქვა მაშინ მორჩილები ხო და მე იქ თამაშობდნენ ონკოლოგიურში და მე ის ბავშვებმაც იქაც მე იქ როგორ შეიქმნა ფონდი იქაც ბავშვებთან მე მგონი დღესაც არის რაღაცა მაგე დღემდე არის მე მგონი სადღაცა ანუ ფაქტია რომ თქვენ შეძილით იმაზე მეტი ვიდრე დასახეთ მიზნად
ანუ ვიღა დაგვიბარა ის თხოვდა ხო რომ კვირას ჯერჯერთან ამოდიოდა მე ბავშვებთან წადიხოლმე კვირა დღესაც ეს საერთოდ ბავშვებთან გადაცხოვრდა მაგრამ მე ვფიქრობ რომ არ ვიცი შევძელით შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს მაგრამ ჩემთვის უკვე მისი ანდერცის აღსრულება მხოლოდ არ არის სახლი ჩემთვის სახლი არის მამა ანდრია და რო იზრდება, ვითარდება და რაღაცა რო იცვლება ამ სახლში, მე ვხედავ რომ ჩემი შვილი კიდევ ერთი წლით გაიზარდა. რამდენი წლის არის ახლა ანდრია? ახლა არის 32 წლის. ხო, დღეს ახალი წელია და რა ვიცი, ოდის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, ალბათ ხანდახან თვალის გასწორებაა საჭირო უბრალოდ და შემდეგ ცხოვრების გაგრძელება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ოღონდ სხვა სტუმრებთან ერთად რამდენიმე წუთში. მადლობა იმისთვის, მადლობა უბრალოდ რომ ხართ. მადლობა თქვენ რომ თქვენც ხართ და ხართ ჩემი დის გვერდით. რომ არა ჩემი დის გვერდით ამდენი კეთილი ადამიანი, ამდენს ჩემი და ვერ შეძლებდა, ალბათ ჩვენ ვერ შეძლებდით ამდენ. რა თქმა უნდა. რაღაც დონეზე გავჩერდებოდი. რა თქმა უნდა, თქვენი დამსახურებაა და თქვენნაირი ადამიანების დამსახურებაა და ამისათვის დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. დიდი მადლობა ჩემ დას. ზოგჯერ ჩემი დის რაღაცეები არ მესმის. თირათისთვის კარგიაო და მილედისთვის ძნელიაო, ამას რო იტყვის ცუდად ხდები ხოლმე, ამას ვერ ვგებულობ. აი ახლა პარალელურად ვჭორაობდით, როგორ შეუძლია ასე ლაპარაკიო ამ სიმშვიდით, არ ესმის. მე არ მესმის, ჩემთვის ჩემი ნუგზარი, მამა ანდრიას ერში ხო ნუგზარი ერქვა. ჩემთვის ჩემი ნუგზარი ყველაზე, ვიცი. მე ვერ ვგებულობ და ალბათ ეგოისტი ვარ. კი რა თქმა უნდა, მან რაც რაც მან დაწერა ანდერძა და დედამისი ასრულებს ამას და ყველაფერი და მანაც იცოდა რომ ის გავიდოდა ამ გორებდა. მაგრამ მე მაინც მერჩივნა რომ აქეთ ყოფილიყო, რა თქმა უნდა და ესაც. ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხიდი